მოვედი უნივერსიტეტში დავაგვიანებთ 15 წუთით. Qed მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გავავიდე და ახლა უნდა წავიდე უნივერსიტეტში. უნდა გავემზადო და ძალიან მეზარება. პირს დავებან გეტყვით, რომ ჩემი კატისთვის უნდა მიმოცა ჭის წამალი და დამოვიწყდა. მეორე დღეა რაც დამოვიწყდა ოღონდ. თმის გაშრობა არ მიყვარს და რადგან 12-ის ნახევარზე გავდივარ, ვაცდი რომ თავისით გაშრეს. ამასობაში უნდა მოვიფიქრო რა ჩავიცვა, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ბოლო დროს არის ის, რომ არ ვიცი რა ჩავიცვა და ვერ ვფიქრობ რა ჩავიცვა და რასაც ვიცვა, მგონია რომ მახინჯი ვარ. ანუ ზოგჯერ მაქვს ეგეთი ეპიზოდები ცხოვრებაში, რომ რაც უნდა კარგად გამოვიყურებოდე, მგონია რომ მახინჯი ვარ. არ ვარ მახინჯი. იმიტომ რომ მახინჯები არავინ არ ვართ მეგობრებო, ყველას თავისი სინამაზე გვაქვს. ამასობაში უნდა ავალაგო ჩემი საწოლი. ოთახი ცოტა მირეული მაქვს. თავისით ირევა მეგობრებო, მე არ ურევ, მართლა ეტყობა, რაღაც მოჩვენება მყავს ოთახში თორე მე არ ურევ. და მაგას უნივერსიტეტზე რომ მოვალ, მე დავალაგებ. უნივერსიტეტში წასვლა სასტიკად არ მინდა და მეზარება, იმიტომ რომ რატომღაც мотиваცია საერთოდ არ მაქვს. და ვცდილობ რომ ეს мотиваცია რაღაცნაირად მაინც ავიმაღლო და მომენტებში მიმაღლდება, მაგრამ აი ესე არის ჩემი мотиваცია, მაგრამ თავს ვაძლევ რომ წავიდე. მაგრამ არ ვიცი რა ჩავიცვა, იმიტომ რომ გარეთ რო ვიყურები, მოხრუბლულია და ნისლია და რო გავა დაჭერს მზე. არ ვიცი რა ვქნა მეგობრებო. მოკლედ ესეთი რაღაცა მოვიფიქრე. კილომეტრებზე მიწასწასვლა რო განახოთ რა ავარჩი. ეს სიმპტომაცია, რომ ზევიდან უნდა გადავიცვა ჰუდი და თუ დამცხა გავიხდი და ჰუდს ესე შემოვიგდებ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს სულ ძალიან ცხელა ხოლმე მეგობრებო, აი სულ ცხელა მართლა. შემოსაცმელს აღარ წავიღებ, პირდაპირ ჰუდით წავალ. ეს არ წასულა არასდროს, ანუ შემოსაცმელის გარეშე. კაკრას დღეს მოხს არაორგანული ქიმიის ლაბი და ეს მაჩუკა ჩემო დაქალმა მეგობრებო. გადავიცოთ ახლა. მგონია რომ ამას არ ჩავიცვა, იმიტომ რომ ძალიან თბილია. აი დათვი ვარ მეგობრებო. გადავწყვიტე რომ ეს ჩამეცვა, იმიტომ რომ იმაში ძალიან დამცხება და ამაზე პლუს მოსაცმელს ჩავიცვა მშავს, იმიტომ რომ ეს შიგნიდან მოკლებულოვანი მაცვია. აი ახლა უნდა ჩავიდე და და საჭმელი მოვჭამ. მოგჯაინი ფლიხუ არ არის ვიღაცა. მოვედი უნივერსიტეტში დავაგვიანებთ 15 წუთით და ახლა დამიმთავრდა სემინარი და მეწყება არაორგანულის ლაბი. ბავშვები კაფეტერიაში წავიდნენ, მაგრამ მე ყოველთვის მარტო ყოფნა მირჩევნია და ანუ გარეთ გამოვედი, იმიტომ რომ ხალხმრავლობა მეზიზღება ხალხო, ანუ მართლა უნივერსიტეტში დამთავრდება თუ არა ლექცია, ერთის უნდა მაქვს სახლში როდის სწავლა და კურსელები რომ ეკითხებიან, რომ სად გეჩქარება, სად მიდიხარ, წამოდი ჩვენთან ერთად და ძალიან ბევრი საქმე მაქვს მეგობრებო, აი მართლა და კიდე ის კომპლექსი მაქვს გადასანახი, რომ ხალხში გადაღების არ შემწვეს. ხალხთან ყოფნა არ მიყვარს და ეგ მაინც უნდა დაუძლიო რაღაცნაირად. ერთის უნდა მაქვს ლექციები როდის დამთავრდება ხოლმე, რომ სახლში გავვარდე და აი ის ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილებში ვარ ხოლმე უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა უნივერსიტეტია და ძალიან ბევრი ბავშვი დადის და ძალიან ბევრი ბავშვია, მაინც ყოველთვის ისეთ ადგილას ვარ, სადაც ბავშვები არ არიან. ან თუ არიან 1-2, იმიტომ რომ არ მინდა, ანუ უბრალოდ არ მინდა. ახლა ვეძებ ისეთ ადგილს, რომ შვიდად დაწყნარად ჩამოვუჯდე უბრალოდ. დირსაც რომ იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, მარტო რომ ვიყო. მოკლედ მეგობრებო, მე ვარ ნინა, 21 წლის, ვსწავლობ აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის ბაკალავრიატზე და ახლა თან ჩემთმას რატო ვჭამ. უნივერსიტეტში მოსული არ ვარ, უკვე სახლში წასვლა რომ მინდა და მიუხედავად იმისა, რომ სახლშიც არ ვგრძნობ ბოლომდე კომფორტულად თავს, მაინც მეზიზღება აქ მოსვლა და ყველა დღე ჩემ თავს ვაძალებ, რომ აქ მოვიდე. აქამდე 2 წელი ვსწავლობდი სამედიცინოზე და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ის, რომ ფაკულტეტი შევიცვალე და სამედიცინოდან ქიმიის ბაკალავრიატზე გადმოვედი, მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება. თავიდან ოკეი რაღაცნაირად ვისტრესებოდი რა, იმიტომ რომ მაინც ახლა ახალი რაღაცა იყო ჩემთვის, მაგრამ ახლა ყველანაირად ვცდილობ, რომ სხვისმა აზრმა ჩემზე ზეგავლენა არ მოახდინოს და იქივეს გირჩევდით თქვენს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვირას იფიქრებს, ვის რა შეხედულება აქვს თქვენზე, მთავარია თქვენ გრძნობდეთ თავს კომფორტულად. ეხლა ყველაფერზე ეგრე არ ვიძახი, მაგრამ სხვის აზრს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. იმას არ ვიძახი, რომ შეიძლება ვიღაცა ცუდ რჩევას გაძლევდეს ან რაღაცა. უბრალოდ შენს ხასიათზე და შენს მომავალზე არანაირი გავლენა არ უნდა გქონდეს.
იმიტომ რომ მე უკეთესად ვიცი აქ უფრო კარგად ვარ თუ სამედიცინოზე უფრო კარგად ვიქნებოდი. ახლა მეტყვით რომ მაშინ რატო გეზიზღება აქ მოსვლა თუ შენი გადაწყვეტილება იყო აქ ჩაბარებაო. არ მაქვს არანაირი мотиваცია. აი რაღაც სამომავლო გეგმები მაქვს რომ რა შეიძლება გავაკეთო ამ უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, იმიტომ რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ვიღაცის სამსახურში ვიმუშაო და არ მინდა მთელი ცხოვრება ესე ხალათით ვიჯდე ლაბორატორიაში და ერთი საქმე ვაკეთო. ეს რო ჩემებს უთხარი ერთხელ მივხვდი რომ აზრი არ გქონდა, იმიტომ რომ მაშინ აბა რის კეთება გინდა, მაშინ რატო ჩააბარე? მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ ცხოვრებას, არ მინდა რომ მთელი ცხოვრება ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებდე. რაღაც გეგმები მაქვს ახლა რა თქმა უნდა, იმიტომ ჩავაბარე აქ. ალბათ უფრო მშობლების გამოც ჩავაბარე. ფულია რა, სკოლას რო ამთავრებ, არ იცი ეგრევე რა გინდა, შეუძლებელია ეგრევე იცოდე რა გინდა. აი ვინც იცით მართლა ტაშს დაგიკროთ და დაგიჩოქებთ, იმიტომ რომ მეც მეგონა რომ ვიცოდი, მაგრამ რო გავიდა 2 წელი, მივხვდი რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ყოფილიყავი. და მივხვდი რომ არასწორ ადგილას ვიყავი. მაგის გაცნობიერება 17 წლის ასაკში რომ რა გინდა აკეთო მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან რთულია. თან მით უმეტეს ჩვენი განათლების სისტემა და სკოლები არ გვანახებს იმას რომ რა არის მომავალი. ანუ აი აქ რო ჩავაბარებ რა მერე, ანუ რა იქნება. აი ესეთ რაღაცას ჩვენი განათლების სისტემა არ გვაძლევს რომ რაღაცებზე ინფორმაცია მოგვაწოდოს. ამიტომ აი რაღაცნაირად დაბნეული ხარ და ბავშვების უმეტესობა რომლებმაც არ იციან სადაც ჩავაბარონ, აბარებენ ბიზნესზე. მე ვიყავი რომ მინდოდა ბავშვობიდან ექიმი და რო ჩავაბარე მივხვდი რომ ყველაფერი ეგრე არ იყო, როგორც მინდოდა და მეგონა. აი ძალიან დაუფასებელი სფეროა და ვინც აბარებთ და ვინც ჩააბარებთ, მართლა ტაშის დაკვრა გეკუთვნით. ზოგადად საქართველოში ყველაფერი დაუფასებელია, შენ თუ არ დააფასე შენი შრომა და შენი თავი ისე არავინ არ დაგაფასებს არსად, მით უმეტეს საქართველოში. ჩემი ნება რო ყოფილიყო, ალბათ ეგრევე არ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში. ზოგადად აი სკოლა რო დავამთავრე, ავიღებდი 1 წლიან გეპს მინიმუმ, რომ გამერკვია ჩემ თავში რა მინდოდა, სად ვარ საერთოდ, რატო ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად არის რა, აი სკოლას რო დავამთავრებ, ეგრევე ჰოპ და გაგდებენ უნივერსიტეტში, აი დავთავრებული არ გაქვს, მას შევარდე რაღაცა და ანუ ამასობაში შენ გაანალიზებასაც ვერ ასწრებ და სკოლის პერიოდი ისეთი პერიოდია, ანუ იმდენად უაზროდ ჩაიარა ჩემო სკოლის პერიოდმა ეს პანდემია რო დაემთხვა 10 კლასის მერე საერთოდ სკოლაში არ მივლია და ზოგადად სკოლაშიც რომ მევლო, ისეთი პერიოდია სკოლის რო ანუ ბავშვი ხარ და არავინ არ განახებს მომავალს, შენით უნდა გაიგვალო გზა. და ძალიან რთულია მაგიტომ და აი მე რატომღაც საჭიროდ ვთვლი რომ ბავშვი რო სკოლას დაამთავრებს, ეგრევე არ უნდა შეაგდო სადღაცას დააცადე, ანუ აფიქრე, დაანახე რაღაცები, ან შეიძლება კაი ჩაბაროს ეგრევე, მაგრამ გარკვეული უნდა იყოს, ანუ რას აკეთებს და რატომ აკეთებს, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში ბავშვების 90% არის ისე, რომ არ იცის რა უნდა, რო ჩააბარა, არ იცის რა უნდა, უბრალოდ ჩააბარა რა. ეგ არის არასწორი. მე რავი, ალბათ 9-ზე მეტი პროცენტი არც არის დასაქმებული თავისი პროფესიით. და ეს არის გულდასაწყვეტი ნამდვილად და ეხლაც მე რომ მოხვდი ქიმიის ბაკალავრიატზე, ჩემი სურვილი იყო რომ აქ ჩამებარებინა, იმიტომ რომ სადღაცას უნდა ჩამებარებინა, ეს ჩემი მშობლების გამო, თორე ცოტა ხანი ალბათ არ ჩავაბარებდი არსად, იმიტომ რომ ძალიან არეული ვარ ახლა და ძალიან რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ თან თავსძალა დავატანე და ანუ დავფიქრე და ესეთი რაღაცა უთხარი ჩემ თავს, რომ ანუ ჩავაბარებ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ზუსტად მომავალში რის იკეთება მინდა და არ მაქვს გადაწყვეტილი. ამაზეც ძალიან ვისტრესებოდი, თუმცა თუ თქვენც ესე ხართ, არ აუშავს ხო? აი უეჭველი იპოვით თქვენ თავს, დამერწმუნეთ 1000 რაღაცას რო ცდით და 1000-ივე რაღაცა თუ არ მოგეწონათ, 1001 რაღაცას რომ გააკეთებთ, აი იქ იპოვით თქვენ თავს. მთავარია რომ ცადოთ და აი ეს ცდილობები რაც თქვენ გაქვთ, ეგ არის უმნიშვნელოვანესი. თუ თქვენც ჩემნაირ პერიოდს გადიხართ, ძალიან დაკარგული ხართ, უნივერსიტეტში სიარულის мотиваცია არ გაქვთ, თავსძალა დაატანეთ. ახლა თუ არ იცით რის იკეთება გინდათ, არ აუშავს მომავალში გეცოდინება, ეგ არ არის ტრაგედია. და კიდე იმას გეტყვით, რომ რაღაცა უნდა იპოვო რა, რაღაცა ის უნდა იპოვო, რის გამოც მაგალითად იული. აი რაღაც თავსძალა უნდა დაატანო, თუ საჭიროა, თუ არ არის საჭირო, არც ეგ არ ქნათ, რა თქმა უნდა. და მე აი ამ ყველაფერში მეხმარება ის, რომ სწავლის გარდა ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებ, მაგალითად
ახლა ჩემო შეყვარებულმა კომპიუტერი მაჩუქა და ბავშვობიდან ძალიან მინდოდა რომ გეიმერი ყოფილიყავი, აი ხალხო ვოცნებობდი, ჩემი ოცნება იყო მართლა სტრიმები და რაღაცები ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, აი მართლა და აი ეხლა რო შემიძლია რომ ეგ გავაკეთო, ეგ არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. გარდა ამისა დავიწყე ქსოვა, ვუყურებ სერიალებს, აი 1000 რაღაცას ვაკეთებ, რომ თავი ცუდად არ ვიქრძნო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ისე რომ მარტო უნივერსიტეტის სახლი და ესე დაიკარგებით. დროის აღქმას დაკარგავთ და იტყვით რომ რა არის ჩემი ცხოვრება, ერთხელ რა დაფიქრდეთ რა არის ჩემი ცხოვრება, სწავლა, უნივერსიტეტის სახლი, სამსახური, აი რაღაცა უნდა გქონდეს, რითაც აი ამ უნივერსიტეტისგან მიღებულ სტრესს, სამსახურისგან მიღებულ სტრესს დააძლევ. და ჩემთვის ეგ არის მაგალითად კომპიუტერული თამაშები, ქსოვა, რაღაცის გამოცხობა. გააჩნია ხასიათს, როგორ ხასიათზე ვიქნებ, ზოგჯერ არც მაგის ხასიათზე არ ვარ. მაგრამ აი ეგ რომ მომავალში რაღაც ჩემი გეგმები მოქვს, თლად ისე ჰაერში არა ვარ, თუმცა ეგეთი პერიოდიც მქონდა, რომ საერთოდ არაფერი გეგმა არ მქონდა და დაკარგული ვიყავი რაშიც ძალიან დამეხმარა ჩემს საყვარელი ადამიანი. ალბათ ის რო არა, მე ეხლა სადაც აქ ვარ, არ ვიქნებოდი. კიდევ გეტყვით იმას, რომ თუ ცხოვრებაში არ გაგივართლათ ბევრჯერ, არა უშავს, ანუ ეგრე იყო საჭირო, მართლა. მე რო ის არ გადამხდენოდა და ის პრობლემები არ მქონოდა, რაც მქონდა, მაშინ აქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. აი ეს კიდე საკე ვრცელი თემაა. რომ ჩვენ თავი ეგეთი რაღაცებისთვის არ უნდა დავისტრესოთ ზედმეტად, იმიტომ რომ ეგ იმ მომენტში ვისტრესებით და ცხოვრების ნეულად ბოლომდე არ უნდა წავიღოთ ეგ სტრესი. და კიდე ხალხო ჩემი ოცნებაა, რომ პოდკასტი მქონდეს. ანუ ძალიან სასაცილო აქ იმის ფაკულტეტზე ვსწავლობ და გეიმერი პოდკასტი, მაგრამ არა უშავს, ანუ მე ქიმიის ფაკულტეტზე, იმიტომ ჩავაბარე, რომ ყველაზე მეტად ეს მაინტერესებდა, რა ფაკულტეტზე შეიძლება რომ ჩამებარებინა, ავიღე და ჯერ არ მიღია საგნებით ვაპირებ, რომ ღვინის ბიზნესიც დავამთავრო 24 წელში, მეტი სწავლა არ მინდა, მადლობა. რაღაც გეგმები მაქვს და იმიტომ ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, თუმცა мотиваცია არ მაქვს. აი მარტო გეგმა და მინდა არ მშველის. აი мотиваცია დოპამინი მაკლია. დოპამინი მართლა ძალიან მაკლია. აი, ჩემი შეყვარებული რო არა, არ ვიცი. ეხლა ვიქნებოდი ხალხო ალბათ უბსკულში. საჭირო ყავდეთ გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ რთულ სიტუაციაში. მე ჩემი შეყვარებული მყავს გვერდით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან მიყვარს. მართლა აი იგო რო არა, ალბათ რავი ძალიან დაკარგული ვიქნებოდი და აი ისე უკან ვიქნებოდი ჩარჩენილი. ჩემები ბრასდებიან ხოლმე ბევრ რაღაცაზე ესეთი დამოკიდებულება რომ აქვს. აი ძალიან ბრასდებიან ხოლმე. მაგას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ. ადრე ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახლა 21 წელს ვარ ხალხო გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ აი რაღაც 21 წელია თან რაღაცა ისე მეჩვენება. ყოველ წელს ვგრძნობ გაზრდას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასე ხართ, რომ აი თქვენი ახლანდელი თავი რო შეადაროთ თქვენს წინანდელ თავს. რაც ისე გამოდის უცნაურად. ძალიან მიხვდებით, რომ გაიზარდეთ და ბევრ რამეზე შეხედულებები შეგეცვალეთ. ეხლა უნდა ვნახო რომელი საათია. ჯერ მაქვს კიდე 15 წუთი სანამ ლაბი დამეწყება. ეს კაი ადგილი ვიპოვე ის ხეთაშორის, მაგრამ აკო გამეყინა. იმიტომ რომ რაღაც მილზე ვზივარ და გვერდით მტრედები არიან. ამ უნივერსიტეტს კარგი რაც აქვს არის გარემო. ისეთ გარემოში ვსწავლობდი მე აქამდე, რომ მისვლაც კი გძულდა. აი აქ ერთადერთი უნივერსიტეტში რაც მეზარება არის გზა, რომ დიღომში რადგან არის. მაგრამ გარემო არის 10-დან 10. აი ბავშვებიც ისეთები დადიან. ამ მოწვევები გაიშხათები, ყველას ფეხებზე კიდე ხარ. ანუ არავის არ აინტერესებ. ისე ქუჩაშიც ესე არ დაფიქრდე. ანუ შენ აქ ყურადღებას თორე იმას რა, ანუ მე ხა ვიღაცა კუპალნიკით რომ გაიაროს ან შიშველი რომ გაიაროს, რა მე გაიაროს. რა უკარა მე ხო და აი გარემო არის ძალიან კარგი ხალხო მართლა. თუ აპირებთ ამ უნივერსიტეტში ჩაბარებას აგრარულში და თავისუფალში, ალბათ ერთ-ერთი კომფორტი არის. მაგრამ ძალიან დიდი მინუსი აქვს ის, რომ არ ვთვლი, რომ სტუდენტებზე მორგებულია, იმიტომ რომ დილის 10-დან საღამომდე აქ ვარ. აი ვცხოვრობ ამ უნივერსიტეტში და მეზისხება ყოფნა. მაგრამ გარემო მშველის ხალხი რამდენიმე კურსელი. მაგრამ თითქოს კურსელები არ მომწონს. ჩემო კურსელო თუ ეს ვიდეო შეგხვდება, მაპატიეთ. დიდად მუღამი ვერ დაგიჭირეთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია მიჭირს, მაგრამ თუ მოვიდნენ და გამეცნენ, ან მე თუ მივედი და გავეცანი,
ანუ ეგ კომუნიკაციის პრობლემა მაქვს არ მაქვს, რომ აი ყველას შემიძლია რომ შევეწყო რა, ის ერთვენა გამოვნახო. იმიტომ რომ არ მიყვარს ეს კონფლიქტები და რაღაცა. მაგრამ ვერა, ანუ მართლა ვერა ხალხო. თან მივედი და რა ქვია მეთქი და სახელი ხომ მითხრა და ანუ სახელებს ზოგადად ვერ ვიმახსოვრებ კარგად, მაგრამ შენ ჩემი დის სახელი ქვია მეთქი და არ დამავიწყდება შენი სახელი თქო და თუ გრა დაგავიწყდი, სულ არ მაინტერესებს მეთქი. Girl, ლაცირაკო. მეთქი რა სიძახი, ანუ მე თუ ადამიანთან მივედი რომ მე ხსერება ამომეწურა ხალხო ტელეფონი მაქვს გასაწმენდი და იმდენი უაზრო რაღაცამ არის ჩემ ტელეფონში. საერთოდ არ მახსოვს ბოლოს რას ვამბობდი, ახლა უნდა დავაპაუზო რომ ვნახო. ახლა ვნახე რასაც ვიძახდი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავაგრძელო, იმიტომ რომ აღარ მახსოვს, ანუ გონებაში რა მქონდა. მაგრამ ახლა ქიმის ლაბზე უნდა წავიდე, მანამდე უნდა შევჭამო ეს შოკოლადი. შოკოლადი რა, შოკოლადილით არის თხილეულის არის და ცოტა ენერგია მომცეს. ლაბის ვიდეოს გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ არ გადავიღებ, იმიტომ რომ დიდად საინტერესო არ იქნება. და აი ეს ძალიან დამეხმარება ხალხო, რომ ცოტა მდგომარეობიდან გამოვიდე და მე ჩემ კურსელებსაც რამდენიმეს ჩავწერ. ახლა დაგემშვიდობებით, სახლში რომ მივა შევჭამ და ვისვენებ და მე უნდა ვიმეცადინო, საღამოს გავსტრიმავ. ამ ვიდეოს ვეცდები რომ დღეს დავაედითო და კიდე ერთი ვიდეო მაქვს დასაედითებელი. ტელეფონი სწორმასწორ ზედაპირზე მინდევს და ცოტა ბრეცელად ვჩანვარ. და ჩემთვას ვერ დავამუღამე სწორი, ანუ სწორია, მაგრამ ეს რა არის? ბავშვობაში ძალიან ხუთ ჯამ მქონდა და ეხლა ეს რა არის? აი ხო ცუდით არ მაქვს. ანუ აი რატო ხედავ ყველაფერში პრობლემას? არ არის პრობლემა, ძალიან გაითმა მაქვს. წავედი მეგობრებო, გაკოცეთ, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდით ჩემი არხის გამოწერა. TikTok-ს და Instagram-ს აქ მივაბავ სადღაცას ანაკ, არ ვიცი ედიტინგი კარგად, ამაგასაც დავამუღამებ. იმედი ამოგეწონათ ჩემი ვიდეო. 318 და მე ვეცდები მაქსიმალურად რომ უფრო კომუნიკაბელური გავხდე. ხალხში გადაღების ეს კომპლექსით დავძლიო და თქვენთან ერთად განვითარდე. გაკოცეთ.